მოგესალმებით პატრიოტულ რადიოს მსმენელებო და ტელემაყურებლებო, მედიაკავშირ ობიექტივის გადაცემა CV პასემ, თუ გინდა მშვიდობა, თუ ეძებ მშვიდობას. დღევანდელ გადაცემას წავიყვან მე, სტუმარი უნდა ყოლოდა, მაგრამ ალბათ ვერ მოახერხა მოსვლა, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ თემა ჩვენი ძალიან რთული არის, როგორც ყოველთვის დაკავშირებული არის შეარაღებულ ძალებთან და დღესაც ამ თემასთან გვექნება ჩვენ ლაპარაკი. 17 ოქტომბერს იყო საქართველოს შეარაღებული ძალების ვეტერანთა დღე. და ამ შეარაღებული ძალების ვეტერანთა დღე ჩატარდა ყველა დიდ ქალაქში და რაიონებში, ყველგან მოწვეული იქნა ვეტერანები, მათთან ერთად იყო ეს საკითხი განხილული, რა უჭირთ მას, რა ჭირდებათ სახელმწიფოს მიერ და პრემიერ-მინისტრის მიერ ვეტერანთა დეპარტამენტში იყო გაკეთებული მიღება პრემიერ-მინისტრმა მიულოცა ჩვენ ვეტერანებს და ძალიან სასიამოვნო და კარგი შეხვედრების ჰქონდა და თვითონ ვეტერანების ვფიქრობ ასე რომ დარჩენ კმაყოფილი. მაგრამ ეს ის რაც არის გაკეთებული და რაც შეუძლია გააკეთოს ვეტერანთა დეპარტამენტს, მაგრამ არის სხვა საკითხები, რომლებიც ესე იგი დეპარტამენტს არ შეუძლია გააკეთოს, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან ვეტერანების მიმართ ამ დამოკიდებულებას ალბათ ბევრი ვეტერანი ვერც კი ხვდება. და რატომღაც არის ისეთი საკითხები, რომლებიც ვეტერანთა საკითხთან თუნდაც ერთი პიროვნება, რომელიც იქნება პარლამენტში, ან და მთავრობაში ვინც იქნება, კი არის ვეტერანთა დეპარტამენტი, მაგრამ მათ მიერ წარდგენილი პროექტები, ეს კანონის პროექტი იქნება, ეს პროექტი იქნება თუნდაც შეღავათების პროექტი, ბევრი რაღაცა სხვა ამ საკითხთან დაკავშირებით თანხმედრაში ჩვენი მთავრობა, ჩვენი ვეტერანთა დეპარტამენტი და ვეტერანების მდგომარეობა ვერ არის. და ამასთან მინდა მე გავაკეთო რამდენიმე ასეთი შედარების საკითხი. მაგალითად საქართველოს შეერაღებული ძალების, ან სამხედრო ძალების, როგორც არის დღეს ეს 30 წლის თავი იყო, გააკეთეს მედლები ამ წელთან დაკავშირებით და დაჯილდოვდა მხოლოდ ის, ვინც მსახურობს შეერაღებულ ძალებში. მაგრამ ეს მედალი ხო შეერაღებული ძალების მედალია. ის ვეტერანი, რომელიც გასული არის თადარიგში, ის ხო შეარაღებული ძალების თადარიგში არის გასული, მას ხვალ დაუძახებენ. ის ხომ მსახურობდა. ის ხომ კანონის ფარგლებში არის დათხოვლილი შეარაღებული ძალებიდან და მას ეკუთვნის სახელმწიფოსგან აი ის ყურადღება, რაც ეკუთვნის იმ სამხედროებსაც, რომლებიც ჯერ კიდევ მსახურობენ შეარაღებულ ძალებში. ანდა აი ეს საპენსიო უზრუნველყოფის კანონი, თადარიგში გასული სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ, ეს კანონი, ესე იგი არის სამმხრივი. რაღაცნაირად ვერ გაიგებ, ვერ დაალაგებ ამ იმაში, რატო არის ეს მიღებული აი ეს კანონი, სადაც სამხედროები არ ღებულობდნენ მონაწილეობას. მე მაგალითად პირადად ვიყავი საპარლამენტო მდივანი ძალოვანი სტრუქტურების და 3 წელი ვიყავი, მიღებული გვაქვს 23 კანონიდან 21 კანონი ჩემ დროს არის გაკეთებული და მთელი ჯგუფი 15 კაცი მაინც მუშაობდა. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდი მე, საკანონმდებლო ბაზა მაშინ ძალიან მწირე იყო და აუცილებლად იყო გასაკეთებელი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებდით. ჩვენ ძალიან დიდ დახმარებას გვიწევდა მთავარი სამხედრო პროკურორი, გენერალ-მაიორი ნუკრი გოგიტიძე. იურისტი, სამხედრო იურისტი, უმაღლესი დონის იურისტი, რომელთანაც ჩვენ ვათანხმებდით და შემდეგ ადვილად გადიოდა ეს კანონი პარლამენტში, იმიტომ რომ მე გამქონდა ეს იქ. თავდაცვითი უშიშროების კომიტეტი ამ საკითხებზე მუშაობდა, ყოველთვის ჰქონდა ჩვენ დავა, მაგრამ არ არსებობს რომ ყოფილიყო რომელიმე თვე, რომ თუნდაც ერთი კანონი, რომელიც თავდაცვას ეხებოდა, რომ ეს კანონი არ შეგვესწავლა იქ და ამ კანონის განხილვა არ ყოფილიყო პარლამენტში. ჩვენ მივიღეთ 97 წელს სამხედრო დოქტრინა. სამხედრო დოქტრინა, რომელიც პირადად მე გავიტანე პარლამენტის დომაზე, ერთი მოსმენით იყო, ან დადებითი, ან უარყოფითი. დადებითი მიიღო და ეს დოქტრინა 10 თავისგან შედგებოდა და გაწერილი იყო ყველა
სტრუქტურები, რომლებიც ძალოვან სტრუქტურებს ეხება და რომელსაც შეუძლია საბრძოლო მოქმედებებში ერთი მმართველობის ქვეშ მიიღონ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. ეს დოქტრინა გაუქმებული არ არის. მაგრამ რატომღაც 2020-2005 წელს ამ დოქტრინას იგი გადაუსვეს ხაზზე, გაუქმებული კანონით არ არის და მიღებული იქნა მინისტრის, თავდაცვის მინისტრის ხედვა, როგორი უნდა იყოს ჯარი და როგორ უნდა კომპლექტოვდება და ასე შემდეგ. ეს ხედვა დაბეჭდილი იყო, არ საიდუმლო, არც არაფერი ისეთი ხედვის ისინი. მე მაგალითად ის ხედვა რამდენჯერმე წავიკითხე და ვერ გავიგე. ჯერ ერთი დოქტრინა ეს უშიშროების საბჭოს საქმე არის. თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საქმე. აი ძველ კონსტიტუციაში 98-103 მუხლი. და ამ მუხლთან დამოკიდებულებაში უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე იყო პრეზიდენტი, ისმართან მისი ორგანო იყო ეს და მისი მოადგილე იყო უშიშროების საბჭოს მდივანი. მაშინ საჯაია იყო ეს. მაგრამ უშიშროების საბჭოს წევრები, ვინც იყვნენ, აი ძალოვანი სტრუქტურის წევრები, ისინი იქ გავიდა ეს საკითხი უპირველეს ყოვლისა. პარლამენტიდან იქ შევისწავლეთ თავდაცვის სამინისტროდან პარლამენტში და უშიშროების საბჭოში, იქიდან გადაიგზავნა პარლამენტში, პარლამენტმაც თავისი შესწორებები მიიღო და შემდეგ მე გავიტანე ის. და ეს დოქტრინა იყო მიღებული. დღეს დოქტრინა არ არის. დღეს დოქტრინა, რომელიც ჩვენ მაგალითად ჯარის მშენებლობის საკითხები 1 წლით, 5 წლით, 10 წლით, 20 წლით, ამერიკას მაგალითად 2075 წლამდე აქვს გათვლილი. ის ტექნიკა შეიარაღება, რომელიც შეისყიდეს, რამდენი აქვს ექსპლუატაციის დრო მას. და ეს ყველაფერი აწყობილი არის და 2075 წლამდე დოქტრინა, რომელიც მუშაობს. გავა რაღაცა დრო, კიდე დაემატება 15-20 წელი ტექნიკა ახალი შემოვა, ძველი გავა ამ ტექნიკასთან დაკავშირებით საბრძოლო წესდებები შეიცვლება, იმიტომ ბრძოლის ტაქტიკა და სამხედრო ხელოვნება, ოპერატიული ხელოვნება იცვლება. თუ მაგალითად ერთი ბომბი ყოფნიდა იმისათვის, რომ მაგალითად 150-155 მმ-იანი თქვა ჭურვი, იმისათვის რომ თქვა 20 მართვის პუნქტის გასანადგურებლად ის რამდენს გამოყოფდა თქვა ნამსხვრევებს, რომ დაეზიანებია 20 მართვის პუნქტი, 20 მართვის პუნქტი ეს მეთაური არის და მეთაურის მოადგილე, სადაც ისინი არის. ანდა თუ მართვის 20 არის, იქ რადიოტექნიკური და რადიოლოკაციური საშუალებების სპეციალისტები ვინც არიან. აი რამდენი ჭური დაჭირდებოდა, ის გათვლა არის. და დღეს ჭურის სიმძლავრე გაიზარდა, ბევრად გაიზარდა, მაგრამ ჯარისკაცი როგორც იყო ისე დარჩა, ხო ის? ესე იგი მას ერთი ის ნამსხვრევის ყოფნის იმ ჭურვის. ამიტომ ეს საბრძოლო წესდებებით შეიცვალა. საბრძოლო ბრძოლის მოქმედებების ის შეიცვალა პირველი ეშელონის, მეორე ეშელონის, артиლერიის ადგილი, დრონები შემოვიდა, მაგრამ დრონების ადგილი მანამდე ჰქონდა. მართვადი იყო ყველა ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, მართვადი იყო ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხიც კი, მართვალი იყო ლაზერული იმით იყო, მართვადი იყო, მე ამოცანას მაქვს შესრულებული, აი კრასნოპოლი რო იყო, ერთი ჭური გავარდება, იქიდან შეიძლება 16 სამიზნის განადგურება, მე ვლაპარაკო ჯავსან ტექნიკის განადგურება შეიძლებოდა, ესეც ყველა მართვადი იყო. ეს დრონების ფუნქციასაც ასრულებდა. დრონების ფუნქციასაც ასრულებდა ის, რომ მაგალითად შუალუფრენით შეიძლებოდა ამოცანა, მე артиლერიაზე ვლაპარაკო. და დღეს ჩვენ ეს სპეციალისტები დაგვრჩა, რომლებიც არიან თადარიგში გასული. თადარიგში გასული, სადაც არავინ არაფერს არ თხოვს. თადარიგთან დაკავშირებული რომათ უნდა მოამზადონ სპეციალისტები, რომათ უნდა მოამზადონ ცენტრები, სასწავლო ცენტრები. აი გაკეთებული არის იმის დახმარებით თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით და ეხმარება ამას ვეტერანთა დეპარტამენტი, არის საინჟინრო სამსახურის ოფიცრები, ფილიებზე მაქვს მე ჯიშკარიანზე მაქვს მელაპარაკი, რომლებიც სამგორში ატარებენ, მალხას თოფურია, რომელიც იქ ასწავლიან და იმ სპეციალისტებს და იმას ამზადებენ ამისთვის სამობილიზაციო სპეციალისტებს. მაგრამ მე მინდა გავიგო, რომელ სამობილიზაციო სპეციალისტებს ვამზადებთ ჩვენ მაგალითად დღეს ინსტიტუტებში ან უმაღლეს სასწავლებლებში. განა ყველა სპეციალისტია 1000-ზე მეტი სპეციალისტია ჯარში. აქედან ჩვენ საქართველოში
ნუ მინიმუმ 500-მდე სპეციალობის სპეციალისტი გვჭირდება შეიარაღებულ ძალებში. ექიმიდან დაწყებული და ექიმები სხვადასხვა გვჭირდება. ხო, ის სამედიცინო სამსახურის უფროსი, რომელიც არის თქვათ ბატალიონში, ან ცალკეულ ბატალიონში, ან თქვათ ის სანინსტრუქტორი, იმასაც მომზადება წვიდება სპეციალურ ცენტრებში. აი ეს არაფერი არ არის. კავშირგაბმულობის ოფიცერი და კავშირგაბმულობის ოფიცერი თქვენ ნაკლები ხო არ გონიათ, ვიდრე ის საარტილერიო ოცეულის მეთაური. ის ოფიცერია, ხო, ლეიტენანტად გამოდის. რამდენი არის თქვათ ბრიგადაში? რამდენი ბატალიონიც არის? იმდენი კავშირგაბმულობის ოფიცერი არის იქ. და ბრიგადაში არის 4 დივიზიონი იქნება, სახაერო თავდაცვის იქნება და 7-8 მარტო ოცეულის მეთაურია და შემდეგ ბატალიონში კავშირგაბმულობის მეთაურიც იქნება, უფროსი იქნება, უფროსორად, ანდა ბრიგადაში იქნება კავშირგაბმულობის ასეული იქნება, იქაც ჭირდება და საიდან ავიღოთ? საიდან უნდა მოვიდეთ? ამიტომ მე ვეტერანთან დღესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვეტერანები ჩვენი იქ პრეზიდენტი იყო მისული, იქ იყო მისული პრემიერ-მინისტრი, იყო სხვა თანამდებობის პირებიც იყვნენ იქ მისული. მაგრამ იქ მილოცვის მეტი რომ მიულოცეს ამ ვეტერანებს, მიულოცეს ყველგან ამ ვეტერანებს, მაგრამ აი ეს რომ ვეტერანს რაღაცა დარჩა იქიდან რომ მიულოცა, მივიდა და მიულოცა, ეს თქვენ ასეთები ხართ, ისეთები ხართ, დამთავრდა ეს ყველაფერი და ვეტერანების დამთავრდა. მე მაგალითად არც ერთ ვეტერანის დღეზე მიწვეული არ ყოფილა 2020 წლიდან. არც ერთ პრეზიდენტის, უმაღლესი მთავარსარდლის, პრემიერ-მინისტრის, ან და სამხედრო თუნდაც პარლამენტში კანონის გარხილვას და ამ დროს მე 3 წელი ვიყავი საპარლამენტო დივანი და ეს 23 კანონი, რომელიც იყო მიღებული, 21 ჩემ დროს არის ეს გაკეთებული და მიღებული. ნუ თუ ეს საკანონმდებლო ბაზა საერთოდ არ ჭირდება. იმიტომაც არის რომ მიიღეს შარშან კანონი საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ. და ეს კანონი რა კანონია? ერთ სამხედროს მაინც შეკითხებოდით რა არის ეს? მე ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით იმიტომ ლაპარაკობ ამას, რომ ვეტერანები აუცილებლად არის საჭირო გამოყენება სკოლაში რამდენი ხანია უკვე შუბლაძემ და ბევრ სხვა ოფიცრებმა, რომლებიც მუშაობდნენ ამ თემასთან დაკავშირებით, გააკეთეს ის წიგნი სახელმძღვანელო, ესე იგი დაწყებითი სამხედრო მომზადების შესახებ. სკოლის სახელმძღვანელო, რომ იმ მანდატურებს და იმას რო ღებულობენ, ის ერთი ოფიცერი მიიღეთ, ის იმ მანდატურებს ორი თავით მაღლად დგას. ის დისციპლინასაც დაიცავს ის მოამზადებს, იმიტომ რომ სამხედრო სწავლება ყოველთვის დისციპლინა არის და დისციპლინასთან მისადაგებული ის მისი პროგრამა რაც არის და ის პროგრამა მასე არის გაკეთებული. ეს შუბლაძე და ბევრი იმის გაკეთებულია ეს პროგრამა, ბევრი ადამიანი მონაწილეობდა. ძალიან კარგი. 6000 სკოლა იყო, გახდა 4500 სკოლა. გასაგებია, მაგრამ 4500 ამ მასწავლებლის, ანდა იმ თადარიგში გამსული ოფიცრის რომელსაც ჯერ ყველაფერი შეწევს უნარი, მასწავლებელი თუ 60 ლამზე მსახურობს, ის ახალგაზრდა გავიდა 50-55 ყველა გენერალი ხო არ არის. ხო და იმისთვის რომ მას ეს ადგილი დაუთმო და მან ეს გააკეთოს და გახდეს დირექტორის მოადგილე სამხედრო სწავლების დარგში და მოამზადოს ის დისციპლინის და იმის საკითხები რომ მას ჰქონდეს და მას ჰქონდეს ეს საკითხი დავალებული. დამიჯერეთ მე ძალიან ბევრი რაღაცა შეიცვლება სკოლაში. და საინტერესოს გახდება ის თამაშები რო არის მაგალითად აი რომელიც საბჭოთა დროს იყო, რაც კარგი იყო, რატო არ შეიძლება ეს გადმოვიტანოთ. ის პატრიოტული აღზრდის ის ბანაკებს რო აკეთებდნენ, დღესაც არის ვიღაცა ის თავისთვის აკეთებენ, თვალისით აკეთებენ, არავის არ დაუძალებია, არც ფული აქვს, არც საშუალებები აქვს, ვიღაცას თხოვენ ფორმას მისცემენ, მაგრამ ის ახალგაზრდები დიდი ინტერესით, აი იქიდან მომზადდება ბევრი ოფიცერი, რომელიც მიიღებს შემდეგ ქართული ჯარის მშენებლობაში და მისი სიძლიერეში საქმეს ჩაატარებს, რაც სჭირდება საბჭოთა ჯარის სიძლიერეს, ზაბწყობნას, საბრძოლო მზადყოფნას. ეს აუცილებელი არის. აუცილებელი არის, რომ ჩვენ გვყავდეს რეზერვი, ჩვენ გვყავს რეზერვი. ყველაზე მეტი სამხედრო იღუპება პირველი თვის ბრძოლის შედეგად. აი თქვათ ერთი თვის ბრძოლა, ანდა თქვათ ავიღოთ ბატალიონი, რომელიც ბრძოლაში პირველი დღიდან იწყებს მონას. რამდენ ცოცხლობს ჯარისკაცი? 3 დღე. ოცეულის მეთაური ისიც 3 დღე. ასეულის მეთაური 10 დღე. ბატალიონის მეთაური 30 დღე. აიღეთ მე მაგალითად ეს ისინი ციფრები ზუსტად უკრაინის ჯარის ციფრები, რუსეთის ჯარის ციფრები ამ საბრძოლო მოქმედებების შედეგად. აი ასეთი არის.
თუ გადარჩა ვიღაცა და დაიჭრა და შემდეგ დრო გავიდა და ისე დაბრუნდა ისეთი საბრძოლო მოქმედებებში მიიღო მონაწილეობა, ეს კი კარგი არის, ესე იგი ეს დაბრუნებათი ისა, ესე ანაზღაურებული, აუნაზღაურებელი დანაკარგი კი არა ის, რომელიც ანაზღაურდება შემდეგ და ისე დაბრუნდება უკან. მაგრამ დამიჯერეთ, რომ ეს ვინც უკვე დაჭრილი ან რაღაცა იყო, ამათგან 70% ფრონტის ხაზზე უკვე ვერ ბრუნდება. იმიტომ მათ უკვე არა მარტო მორალური, ფიზიკური საშუალებებიც არ აქვს რომ ებრძოლო. და ჩვენ პირველი თვის განმავლობაში, ან და უпростоრ პირველი 2 კვირის განმავლობაში ჩვენ ჯარს არ ექნება საშუალება, რომ მიიღოს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. და მოუმზადებელი ისე ვიღაცას დაიჭერენ როგორც უკრაინაში იწერენ ახლა და მიიღავთ, იმიტომ რომ მათ მეტი სამობილიზაციო საშუალებები არ აქვთ. რეზერვი არ აქვთ ის, რომ გაიწვიონ ჯარში, იმიტომ რომ შეამცირეს ჯარი, უკრაინის ჯარი მშვიდობიანობის დროს, იმდენად შეამცირეს ეს ჯარი, რომ იმათ არ დარჩათ ის რეზერვი, სამობილიზაციო რეზერვი, რომლის გაწევაც შეიძლება, რომელიც მომზადებული იქნებოდა საბრძოლო მოქმედებებში მიიღებს მონაწილეობას. არ ყოფნით, არ არის უკვე. აუცილებელი არის მათი მომზადება. ჩვენთან 73 უმაღლესი სასწავლებელი, აი ჩემს წინ იყო გადაცემაში ქალბატონი მანანა ამბობდა ამ იმაზე, ესე იგი რა დონის არის ეს ყველაფერი ისინი გაიყიდა, 70% უმაღლესი სასწავლებლების არის კერძო და 30% რაც არის ისინი ესე იგი ვერ ასრულებენ იმ მომცანას. შეიძლება საქართველოში იყოს 73 უმაღლესი სასწავლებელი. როდესაც აი თუნდაც საბჭოთა დროს ეს იყო 18 და იქიდან ვინც გამოდიოდა, ყველა სპეციალისტი გამოდიოდა. მე შორს არ მინდა წასვლები, ჩემი მეზობლები, ჩემი ნათესავები არიან, რომლებიც სწავლობენ და რა განათლებას ღებულობენ. რა განათლება ის, ვინც უნდა და ვინც ნიჭიერია და რაღაცა ის მისით რაღაცა მშობლების იმით, მასწავლებლებს ქერავენ, რეპეტიტორებს, 1000 რაღაცას ისინი ქმნიან. კი ბატონო, ის სწავლა, მაგრამ ის დაბრუნდება ყველა საზღვარგარეთმეტი სასწავლებლად. ჩვენი უმაღლესი სასწავლებლები, პრემიერ-მინისტრი ამბობდა, რომ 11 წელი უნდა გახდეს სკოლა. ძალიან კარგი. თუ 10 წლის განმავლობაში ახსოვდეთ, არის ბალუნიის იმისი მოთხოვნა, ბატონი დავით თევზაძე, უგანათლებულესი პიროვნება ამ საკითხებთან დაკავშირებით. პირადად ველაპარაკე, რა სხვაობაა იმასა და მაგალითად აი ბალუნიის სისტემას რომ მიუვართა ჩვენი ისინი. არაფერი სხვაობა. სხვაობა არის მხოლოდ ის, შენ თუ მივერთი ამ სისტემას, შენს მიერ მიღებული სერტიფიკატი, რომ შენ უმაღლესი განათლება გაქვს, იქ იქნება ცნობილი, რადგან შენ ამ სისტემაში ხარ. და განათლებას თვითონ აი განათლების დონეს ვინ შინჯა, არაფერი არავინ არ შინჯავს. არავინ არაფერს არ შინჯავს. მაშინაც მიიღეს, რომ კანდიდატის ის, რა ქვია, მეცნიერებათა კანდიდატის ისინი პირდაპირ დოქტორი ხდებოდნენ და რაღაცა ისეთი სისტემაა განათლების, რომელსაც მე ვერ ხვდები. მე ვერ ხვდები ეს სისტემა რატო არის უკეთესი. არის როგორ არის ნიჭიერი, ყველგან ნიჭიერი ის თავისას ყოველთვის ნახავს. აფრიკიდანაც არის ის ბავშვები ნიჭიერი, რომელთაც იქ საერთოდ არა განათლება. შენ თუ გინდა დეგრადაცია გაუკეთო ერს, შენ უნდა მოსპო მასში განათლების სისტემა. ისეთი უნდა დაიყვანო, რომ მხოლოდ სპეციალისტები მოამზადო უმრავლესობა და თითზე ჩამოსათვლელი ისინი, ვინც ამ სპეციალისტებს უხელმძღვანელებენ. და ეს სპეციალისტები იქნება, აი დაბალი დონის ასფალტს დააგებენ და ჯორკოს ხელოსანი იქნება, ხა ჯორკოს გააკეთებს და ასე შემდეგ. მე ეს ამის ლაპარაკს რატო ლაპარაკობ, ამაზე რატო დაუკავშირე ეს ყველაფერი ვეტერანის დღეს. ვეტერანები თქვენ გახსენდებათ მხოლოდ მაშინ, როდესაც ესე იგი ვეტერანის დღე არის და რაღაც უნდა მეულოცოთ. ვეტერანები იშვიათად თითზე ჩამოსათვლელია, რომელიც როდესაც მე აღლუნზე მიიწვიოთ. მე მაგალითად ვიყავი სამჯერ შეარაღებული საქართველოს შეარაღებული ძალების თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, სამჯერ ვიყავი აღლუმის სარდალი. არის მე აუცილებლად მოვიტან იმ პირებს და გაჩვენებ თქვენ. აი როგორც აღლუმის სარდალი. ნუ თუ გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-ლეიტენანტი, ჩვენს უმაღლეს მთავარსალდან პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მთავრობას ჩვენს, პარლამენტის იმას, არასდროს არ გაუშვდა ისინი, რომ ეს ხალხი მოიწვიონ იქ, რომ დაესწრონ იმაზე. უცხოელები და ვიღაცები სამოქალაქო პირები, ბავშვებიანად, იმიანად, იმათი ადგილი არის და ამ გენერლების და იმ ვეტერანების ადგილი იქ არ არის.
და ვეტერანების ის კოლონას რო გაკეთდეს ისეთ რომელიც ჩაივლის იმაზე და იწვის ეს კოლონა რომ ჩვენ კიდევ ვართ ჩვენ ძალა ღონე ყველაფერი გაგვაჩნია და უმთავრესი რაც არის ჩვენ განათლება გაგვაჩნია და განათლების სისტემა ჩვენთან არის ნოლი ამაში გამოყენებული არც ერთი ვეტერანი არ არის და შეიძლება გამოყენებული იქნას მარტო სკოლებში მე ინსტიტუტებში და უმაღლეს სასწავლებლებში რომ გასაკეთებელი არის კათედრები ამაზე ლაპარაკიც არ მინდა ან თქვენ ვერ ხვდებით რომ რეზერვი არ არის და ოფიცერი არ იქნება პირველსავე ორ კვირაში ესე იგი გათავდება ის ვინც დღეს ჯარში არის უბრალოდ ისინი გათავდებიან არ იქნებიან და ჯარს არ ექნება იმის საშუალება რომ ამოცანა სახელმწიფო დაიცვას და ვის აქვს უფლება აი ასე გაწიროს სახელმწიფო პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტს პარლამენტს ვის აქვს უფლება სად არის ის კანონები რომელიც უზრუნველყოფს ჯარს აი თავის მზგრადობას და მის განვითარებას და იმ რეზერვის მომზადებას რეზერვი 40 ყოველ გაწვევაზე მე თემური ლორია ის დღეს ავათარი და მასთან ხშირად მაგ ლაპარაკი და საქართველოს კომისრის პირველი მოადგილე იყო ბატონე ჯონი ფრიცხალაიშვილი კომისარი იყო საქართველოს შემდეგ გენერალური შტაბის უფროსი იყო მანამდე კიდევ თავდაცვის მინისტრი უგანათლებულესი პიროვნება შეიძლება ხო ეს პრემიერმა ვიღაცამ აიყვანოს მრჩეველთა ჯგუფი იქ დანიშნოს ისეთი არ გვინდა ხელფასი ჩვენ არაფერი არ გვინდა მოგვეცეთ იმის საშუალება რომ გავაკეთებ და თქვენი ბრძანებით ეს ყველაფერი შევიდეს რომ მომზადდეს იმიტომ ეს ვეტერანები ყოველ დღე მიდიან 2000-მდე ვეტერანი მარტო 5 წლის წინ იყო 2000-მდე ვეტერანი ერთ წელიწადში წავიდა ომის ვეტერანი არის ლაპარაკი და ოფიცრები და ისინი საერთოდ მიდიან აღარ არის აი გენერლებს ვისაც ველაპარაკობთ თემური ლორიაზე ვლაპარაკობ მე დღეს ალბათ მისმენს იქ და მეოსალმები ბატონო თემურ ჩვენი სტუდიიდან ჯანმრთელობას გისურვებ ვეტერანი შეიარაღებული ძალების ვეტერანი შეიარაღებული ძალების ან თავდაცვის სამინისტროს ზურგის უფროსი ყველაფერი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა აფხაზეთში მის მიერ გაკეთებული იყო და მომარაგებული იყო ის მანამ სანამ იყო მაგრამ ის როდესაც ჯარები აღარ იყო რეზერვები იქ რო ყოფილიყო აფხაზეთს ომი აბათქარად გონია ჩვენ წავაგეთ იქ ვინ მოიგო ეს ომი ყველა ჩილოეთის რესპუბლიკებიდან კავკასიის რესპუბლიკებიდან ჩვენ უკრაინაზე ვლაპარაკობთ ხერსონიდან ბატალიონი მაშინ უკრაინაში შედიოდა ეს ყირიმის ბატალიონი ბატალიონზე მაგ ლაპარაკი ესე იგი დაწყებული 300-დან 600 კაცამდე სადაც იყო ჩtildeოეთ კავკასიის ბატალიონი ჩეჩნები და ისინი ჩვენი ძმები და მეგობრები რო არიან და სისხლითაც ასეთი ახლოს ვიყავით ოსების ბატალიონი ისინი რომლებიც ესე იგი დაუჭირებს ხალე ჩამოვიდეს და რუსეთმა ისინი ჩართო ჩვენ წინააღმდეგ და აი ჩვენ წინააღმდეგ მიიღეს ის რომ იმათ ეს ყველაფერი მომზადებულები ყავდათ ყველა ბატალიონები ნეპრისპირეთის ბატალიონი მე ვლაპარაკობ იმას უკრაინელები ძალიან ბევრი იყო იქ და ჩვენ მხარესაც იყო 42 ადამიანი იყო ჩვენს მხარეს დოდო გუგუშაშვილის მაგაზე მთელი წიგნი და მთელი მოხსენებაა გაკეთებული მე მაგალითად 8 ადამიანის ისამაგ რომელიც დაიღუპენ მე იქ ვიცნობდი მას ყველას ჩემთან ის მოის 42 კაცს მე ზუსტად ვიცნობდი ვინც იყო პირადად აფხაზეთის ომში იმათ ყველა კმაყოფაზე ვაყენებდი ჩვენ და ყველა ინსტრუქტორს და ყველა მას ვაკეთებდით პოლკოვნიკი რიშა მესხი ამათ ხელმძღვანელობდა ეს იყო ასეთი კომენდატორა იყო პოლკოვნიკი მერაბ გამზარდია სოხუმში და იმათთან იყვნენ უმთავრესად და იყო ასეთი საზღვაო ფეხოსნები კილაურიზის მეთაურობით იქაც იყვნენ ბატონი ჯავახიშვილის და ბატონი ახლა დღეს ჩვენთან ხშირად დადის ლევან ბაქრაძე ჯავახიშვილის შემდეგ იყო ეს საზღვაო ძალების შარდალი მათი ბიჭები იყვნენ ის რომელიც საბრძოლო მოქმედებებში ყოველთვის იღებდნენ მონაწილეობას მაგრამ იქაც ჩვენ რეზერვი აღარ დაგჭა არც ერთი ბატალიონის მეთაური არც ერთი ბრიგადის მეთაური არც ერთი ასეულის მეთაური აფხაზეთის ომში კადრის ოფიცერი არ იყო კადრის ოფიცერი დღესაც ვლაპარაკობთ მაგას რომ ჩვენ არ ყავს რეზერვი რატო არ არის ჩამოყალიბებული კათედრები რატო არის რომ ჩვენი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი პრეზიდენტი მე მიხეილ ყაველაშვილს მიმართავ პრეზიდენტი მე ვარ გენერალ-ლეიტენანტი უკვე 70 წელს გადაცილებული ვარ მე არც თანამდებობა არაფერი არ მჭირდება მე მткиვა გული რომ პრეზიდენტი უმაღლეს მთავარსარდალს თავარ მშეველი არ ყავს სალომე ზურაბიშვილის თავზაძე ყავდა და მე გეტყვით რომ ძალიან ბევრი საკითხები რომელიც თავზაძემ იქ გადაწყვეტა ბევრი ვერ გადაწყვეტა იმიტომ რომ
მხარდაჭერა არ ქონდა. იქ დაუპირისპირდა პარლამენტი, მთავრობა ზურაბიშვილს და ყველაფერი ვინ წააგო ყველაფერი საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა. ვერც კანონი ვერ შევიდა ვერცეთი, შეიძლება დღესაც პრეზიდენტი არის ზის აი აქ ჩვენთან იმაში რა ქვია ალექსანდროვის პარკთან. და ამ პრეზიდენტს კანონი არ აქვს, რომელთაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას. კანონი არ არის. პრეზიდენტს კანონი არც საომარ-მდგომარეობის, არც თავდაცვის კანონი, არც განსაკუთრებული სიტუაციების კანონი, ან და ოპერატიული მიმართულებით სადაც ზონას გამოაცხადებენ იქ სამხედრო მოქმედებების ზონად. არაფერი ეს არ აქვს. სტრუქტურები, რომლებიც არის ჩამოყალიბებული, არ ვარგა ეს სტრუქტურები. აღმოსავლეთის მიმართულება, დასავლეთის მიმართულება, აღმოსავლეთის მიმართ ჩავთვალოთ პირველი კორპუსი როგორც იყო, დასავლეთის მეორე კორპუსი, კაბანაძის მიერ გაკეთებული რაღაცა ჯარში წარმოსახური ადამიანს, რომელმაც ეს გააკეთა, ისწავლა იქ და ბოლოში რო ჩართო, აი ასეთი რაღაცა გამოვიდა, რომელიც ბრძოლაში ვერ იბრძოლებს. ეს არის ზუსტად დღეს უკრაინაში. ეს არის სანამ იქ უკრაინას ყველაზე მომზადებული საბჭოთა ჯარში, ყველაზე მეტად მომზადებული და მეტი ოფიცერი ყავდათ უკრაინელები. დღესაც რუსეთის ჯარში, მოსკოვში, იმ გენშტაბში და ყველა იმაში 15% გენერლები არიან უკრაინელები. და ის უმცროსი ოფიცრები და ისინი კიდევ უფრო მეტი. და უკრაინაში რაც არიან, იქაც 10-15% რუსები არიან. რუსები, რომლებიც იბრძვიან რუსების წინააღმდეგ. აი, ერთმორწმუნეთა ომი არის, გაუგებარი ომი არის ის, რომელიც მესამე ძალების მიერ არის პროვოცირებული. და იქ უკვე უკრაინას აღარ აქვს. და უკრაინაში იყო 3 საარტილერიო სასწავლებელი, ხმელნიცკის, სუმის საარტილერიო სასწავლებელი, თვითმავალი артиლერიის და ოდესის. მათ артиლერისტები ყავთ ბევრი, მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა საქართველოს, რომ ჩვენ артиლერისტების თბილისის საარტილერიო სასწავლებელი, რომელიც დაარსებული არის 1862 წელს 2 სექტემბერს ალექსანდრე მეორეს განკარგულებით. მთელი სასწავლებლებიდან რუსეთის იმპერიის შეკრიბა ფული, შეკრიბა 35,000 რა ქვია რუბლი და ამ რუბლით ჩამოიყვანეს ოფიცრები 5-5, 3-3 ოფიცერი ყველა ამ სასწავლებლებიდან და დააკომპლექტეს და თბილისში შექმნეს აი იუნკერთა სასწავლებელი, რომელიც დღეს არის. მაგრამ ჩვენ რატომღაც ჩვენი აკადემიის იმაში წერია, რომ 92 წლიდან არის ეს აკადემია მარტო მაშინ პირველი საშუალო სკოლა, რომელიც იყოს, არ თქვათ ის, რომელიც დაარსებული და გაკეთებული არის 1840-იანი წლებიდან. რა შესულელია ეს? თუ არის უნივერსიტეტი 1916 წელს და მაშინ მეც რუსეთი იყო, მაშინ რატო არის? არ იყო იქ საქართველოს ისინი. შესულელი, ჩვენ გავაკეთეთ ეს, ერთხელ შევიტანეთ, მადლობა იზორიას, რომელმაც ამ ხებში მხარი დაგვიჭირა და ჩამოყალიბდა, რომ სასწავლებელი არის ასეთი. მე ამ ვეტერანებზე რატო ვჩერდები? თუ ვეტერანებს თქვენ, რომლებიც არიან საბჭოთა ჯარის ვეტერანები, რომლებსაც შეუძლიათ მეცადინეობა ჩაატარონ, რომლებსაც შეუძლიათ ასწავლონ, ისე კი არა, რომელსაც ესე იგი დღეს ჩვენს ეროვნულ აკადემიაში ასწავლიან. გამოვიდა ის რა ქვია აკადემიის რექტორი, ჯერ რატომ უნდა იყოს რექტორიას რაღაცა ისეთი ის არის. ყველა სამხედრო აკადემიებში თუ ის ინსტიტუტი არის რექტორი, თუ ის აკადემია არის, იქ არის აკადემიის უფროსი. რატომ? იმიტომ რომ არაა საჭირო და აუცილებელი, რომ გენერალი იყოს მეცნიერებათა დოქტორი ან კანდიდატი ან რა ვიცი, ასეთი მეცნიერებათა ხარისხი ჰქონდეს. ის შეიძლება გახდეს გენერალ-ლეიტენანტი და გახდეს შეიძლება აკადემიის რექტორი, იმიტომ რომ მან ბრძოლა ეცის, მან ჯარების მართვა ეცის. იმ ისტორიაში დაიცვა ის და რექტორი გახდა, თქვათ, დანიშნო რექტორი სახელი. არა. უნდა იყოს სამხედრო, რომელიც იმ სამხედრო სტრუქტურა ჯარში დამსახურებია და სამხედრო სტრუქტურით მართავს ჯარს. აი ასეთი უნდა იყოს და ჩვენი აკადემიის რექტორი გამოვიდა და მისი ხედვები გვაჩვენა. რა ხედვები უნდა მაჩვენოს აკადემიამ? როდესაც მე არ ვამტყუნებ იმას, რა ქვია, რაც თქვა, ეს რაც წერია და რაც მისი მოვალეობა იყო, ეს თქვა აკადემიის რექტორმა. მაგრამ რატო უნდა იყოს ასეთი პროგრამა? ვინ დაამტკიცა ეს პროგრამა? იმ კუბიკმა, რომელიც ამერიკელები ჩამოვიდნენ და 0-ზე დაიყვანეს, სერჟანტის დონეზე დაიყვანეს განათლება? თუ ის ჩვენ რომელიც ჰქონდა თბილისის არტილერიო სასწავლებელი, სამთო საარტილერიო სასწავლებელი, ერთადერთი იყო მსოფლიოში. ერთადერთი მეტი არ იყო. ეს ერთადერთი ყველა მატრიცები სამთოს როლის გაკეთებული არის და წესდებები თბილისშია გაკეთებული. და პირველად აი სამთოს როლის აი ნახტხორცნები
გამოყენებული იქნა სუსიმაზე. აი რუსეთ-იაპონიის ომის დროს, სადაც 25,000 ქართველი ოფიცერი და ჯარისკაცი იქ იღებდნენ მონაწილეობას და ძალიან ბევრი 7,000-მდე არის დაღუპული. და ამ ომში ესე ქართული ჯარისკაცის ოფიცრის და ქართული ტვინით დაწერილი არის ის კანონები, რომლებსაც დღეს ჩვენ უგულელყოფ, თვითონ ისინი არ ყოფილან, ჩვენ თავიდან უნდა დავიწყოთ რაღაცა. და აკადემიის რექტორი ლაპარაკობს, რომ ოფიცერი უნდა იყოს ასეთი. დამისახულოს ერთი სპეციალობა, რომელსაც ეს აკადემია უშორს. იქ რაღაც არის სპეციალობა, რომელიც კიბერუსაფრთხოების ეს უნდა იყოს უშიშროების აკადემიაში. ის იქ უნდა იყოს. იმიტომ კიბერუსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა არის კავშირგაბმულობები. ეს არის კომპიუტერი, ეს არის ტელეფონი, ეს არის მობილური ტელეფონი, ეს არის რადიოლოკაციური სართულები და ასე შემდეგ. რომელიც უნდა იყოს ერთ სისტემაში მოყვანილი და ამისი კონტროლი ჯარში კი არ უნდა იყოს, ჯარის მეთაური უნდა ასრულებდეს იმას, რაც ამ უშიშროების იმაში აი დგას. ფაფსი იყო ასეთი, ეს ქვია, ფსინი და ისინი, რომლებიც ამ მოვალეობას ასრულებდნენ საბჭოთა დროს. იმიტომ იქ სხვა სისტემაა, იქ კომპიუტერი წავიდა მაღაზიაში იყიდა, მოიტანა კომპიუტერი დადგა, ეს კომპიუტერი ვინ მონაცემებს, ვის გადაწყვეტს, რას გადაწყვეტს, მაშინ რო იყო ლაპარაკი იმაზე, ჩვენი ვეტერანების და იმაში პენსიონერები და რამდენი ყავს და რამდენი სამობილიზაციო რეზერვი ეყოლება საქართველოს, რუსებმა ეს ყველაფერიო გაშიფრავდნენ, მაგრამ ნებისმიერ კომპიუტერში შედიან ისეთი, რომელიც ძალიან დაცული კომპიუტერი არის, საჰაერო თავდაცვის კომპიუტერი, რომლებიც იყო გაკეთებული საჰაერო თავდაცვის სისტემაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, გახსნეს ის. შევიდნენ ჰაკერები და გახსნეს. და ამის გახსნას რა უნდა? ამიტომ ეს უნდა იყოს ჩაკეტილი ციკლი გაკეთებული და რომელსაც უნდა მართავდეს ერთი პიროვნება, სისტემა. და ამ სისტემაში შემსრულებლები ჩვენ უნდა იყოს საიდუმლოების დაცვის და ასე შემდეგ და ასე. რა შეიძლება გაკეთდეს, რა შეიძლება გაკეთდეს. და დღეს თავდაცვის აკადემია ჩვენი არ უშვებს არც სპეციალისტს, არც артиლერიის, არც მეკავშირეს, არც ტანკის, არც ფეხოსანს, არც შინაგანი ჯარი იყო. აი ჩვენთან ჩამოყალიბებული იყო და გაკეთებული იყო. პირადად მე ხელმძღვანელობდი ამას და ამ საკითხებში ჩართული იყო ვალერი ჩხეიძე, სასაზღვრო ჯარების სარდალი გია ვაშაკი, ის შერვაშიძე, რომელიც შინაგანი ჯარის სარდალი იყო, ავიაციის სარდალი ვალერიან ნაყოფია. აი ამ სამხედრო საზღვაო ჯარების სარდალი ჩხარტიშვილი, ადმირალი, კონტრადმირალი ჯადუშვილი და ჩვენ გავაკეთეთ აი ასეთი რაღაცა. ჩამოვაყალიბეთ ჩვენს აკადემიაში, რომლის თემატური და საათობრივი გათვლები და ყველაფერი დალაგებული, ყველა ეს სპეციალობები ღებულობდა, მონაწილეობდა, ამას ხელმძღვანელობდა ბატონი თენგიზ შუბლაძე. უგანათლებულესი პიროვნება, აი როგორც ღმერთისგან დაფადებული მასწავლებელი. მას ეს გააჩნია ეს ისინი საშუალებები და რატო ჩვენ აკადემიაში არ შეიძლება ის თუნდაც აი მრჩევლად, კონსულტანტად იქ იყოს დაძახებული და რო ეს განიხილონ ეს საკითხები, რომ სამხედრო საბჭოზე თუ არის აი ასეთი სამხედრო თავდაცვა, იქაც განიხილონ ეს საკითხები. ეს არ არის, ეს არ კეთდება. ეს არ არის გაკეთებული და იქ გამოდის ამბობს, რომ სპეციალისტები და შემდეგ артиლერისტის შემდეგ მიდის სასწავლო ცენტრში აღლაძე არის პოლკოვნიკი, იმასთან გამოდის ფეხოსანი, იმასთან გამოდის საინჟინრო ბრიგადაში, ბატალიონში არის, მაგრამ იქ ამზადებენ რასისულელია. რატო სპეციალისტებს არ გვეკითხებით? მე თქვენ გეკითხებით, ბატონო პრეზიდენტ, რომელიც ხდებით უმაღლესი მთავარსარდალი. სამხედრო მრჩეველი არ ყავს, ჯარში არ გიმსახურია. სამხედრო საერთოდ ხელოვნება გაგონილი არა გაქვთ. მე მინდა ერთი წიგნი გაჩუქო თქვენ სუნძი. ანდა იყიდება, ეს შეიძლება იყიდო და ისახნა. და წაიკითხეთ, ეს ტრაქტატი არის მე-5-მე-4 საუკუნის ჩვენს ერამდე. და ამ ტრაქტატში ყველაფერი დაწერილია, რო არის ცოდო, რომ მაშინ გაკეთებულია, დღეს რო წაიკითხოთ. და კარგი იქნება თქვენთვის წაიკითხეთ ეს ყველაფერი. იმიტომ რომ მე ლაპარაკობ იმ ჯარზე, რომლის ჯარის ბედი, საქართველოს ბედი იმ ჯარზე არის ჩამოგიდული, ასე ვთქვათ. ვერ შეასრულეს აფხაზეთმა, ვერ შეასრულა ჩვენმა ჯარმა ამოცანები. რა, ისინი გენერლები და ისინი იყვნენ ბრალში? არა. ვინ დაიწყო იქ საბრძოლო მოქმედებები? ან რატო დაიწყო იქ საბრძოლო მოქმედებები? ვის ჰქონდა ამის უფლება იქ დაწყება, როცა ჯარი არ იყო ჩამოყალიბებული? ჯარი არ იყო და ეს ყველაფერი მე გია, იმან რა ქვია, ყარყარაშვილმა იქ მისიც წავიდა იქ.
დისკიტოვანმა რო გაუშვა, სად იყო სახელმწიფო საბჭო თუ ვინ იყო მაშინ? სად იყო პარლამენტი? სად მიდიოდნენ, ვისთან მიდიოდნენ, რა საბრძოლო მოქმედებებში ატარებდნენ? აი ამ ქართულ იმას და ის მიიღეს რა? მიიღეს ის გადაიმტერებს ჩრდილოეთი კავკასია, ისინი შემოვიდნენ, ისინი პროპაგანდა აგიტაცია, რუსეთმა თავისი საქმე გააკეთა და მის შემდეგ 94 წლიდან დაწყებული არავითარი პლატფორმაც არ არსებობს. სამხრეთ იმაში რა ქვია, ცხინვალისა და სოხუმის რეგიონის საქართველოსთან შემოერთების საერთოდ საზღვარგარეთ არავის თავი არ ტკივა ამაზე. არავის მე შევარდნაძეს უსმენდი მაშინ 23-25 სექტემბერს ის კორპუსის მეთაურის კაბინეტში იჯდა, ვალერი ხარიას კაბინეტი იყო სოხუმში და მე იქ ვიყავ, მე როგორ გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, იქ იყო ჩემი სამუშაო ადგილი, დაგეგმვის ყველა პროცესებს იქ ვესწრებოდით. იქვე იყო შევარდნაძე, უაშკაცესი, აი ამ საკითხებში მართლაც ისეთი რომ სანიმუშო იყო, როგორც სარდალი. მაგრამ იქ მისი საქმე არ იყო საერთოდ. ის გვიშლიდა იქ ხელს. და ის რო ჯარები უნდა გამოეგზავნოთ იქიდან იმაში საბრძოლველად მობილიზაცია. ამ დროს ის ხალხი დუბაიში და სავაჭრო და იმაში სახელმწიფომ ვერ აღითქვა ის რომ ომის პირობებში იყო. ვერ აღითქვა, ისევე ვერ აღითქვა სახელმწიფო რომ ომის პირობებში იყო 2008 წელს. რა მივიღეთ ჩვენ ნახეთ. ის განათლება რომელიც უნდა მიიღოს ჩვენ რომელსაც ვყავს ეს თენგიზ ოშხერელი, გენერალური შტაბის აკადემია დამთავრებული გენერალ-მაიორი. გივი უგურიძე გენერალური შტაბის უფროსი ცოტა ხანს იყო და ის არ მოეწონა, რადგან მოთხოვნები ჰქონდა ისეთი სააკაშვილს და ის გადააყენეს და მერე წევიდა ისეთი გენერალური შტაბის უფროსები და მერე წულუკიანთან ის გოგავა იყო ძალიან კარგი ის იყო ოფიცერი თვითონ მას განათლება არ ჰქონდა კი მაგრამ რო ნიშნავდნენ იქ მაგას გენერალური შტაბის უფროსად მაშინ არ ფიქრობდნენ იმას ეს განათლება არა გენერალური შტაბის უფროსი ასე ადვილია გენერალური შტაბის უფროსი როგორც მინიმუმ გენერალური შტაბის აკადემია უნდა ქონდეს დამთავრებული. უნდა ქონდეს ყველა ეს საფეხური გავლილი, აი როგორც გივი უგურიძეს აქ, როგორც გასულ გადაცემაში ყავდა ჩვენ აქ ვაშაკიძე, გიორგი ვაშაკიძე. გიორგი ვაშაკიძე აკადემიაც აქ დამთავრებული, კურსებიც აქ დამთავრებული, აკადემიაც აქ დამთავრებული, გენერალური შტაბის აკადემიაც აქ და ადიუნქტურაც აქ დამთავრებული და დისერტაციის თემა აქ საქართველოს თავდაცვის გეგმის ისე ჯარების განლაგება სადმე განლაგდეს პირველი ეშელონი, მეორე ეშელონი და ეს საბრძოლო მოქმედებების დროს თუ ასეთი რაღაცა მოხდება, როგორ უნდა იყო იმართებოდეს ეს ჯარები. არავინ არ მოусმენს, საერთოდ არსად არ არის ის. არავინ დაიცვა ეს ყველაფერი ჯუმბერ არანიზე სარაკეტო ჯარების და артиლერიის სადარიო ოჩამჩირის იმის სოხუმის ფრონტზე 15-17 მარტის აი ის გამარჯვება რაც ჩვენ მივახციეთ артиლერიამ მიახცია და ამას ხელმძღვანელობდა ჯიშკარიანი პოლკოვნიკი ბრიგადის артиლერიის უფროსი და კორპუსის საარტილერიო ჯარების და სარაკეტო ჯარების და артиლერიის სარდალი ჯუმბერ არანიზე დაამთავრა თუ არა აკადემია ჩამოვიდა თუ არა ხელად ეს დიპლომი კბილებში გაურჭეს და უთხრა შენ თავისუფალი და წადისა პენსიასაც არღებულობს კაცი ავღანეთში ნაომარი ყველა ეს საბრძოლო მოქმედებებში გამოსული და ისე გააგდეს ზაღლივით ჯარიდან პენსიასაც და აი ამაზე ლაპარაკობ იმდენი პენსიონერია რომელიც უკმაყოფილოა და ამისი არავინ არაფერი არ იცის საპენსიო უზრუნველყოფილ კანონი ესე იგი ესეთ სისულელე ასეთი გაკეთებული აი ნახეთ კოეფიციენტი 15 დავიწყებ აი უფროსი ოფიცრებიდან კოეფიციენტი ანუ შენ რამდენი წელიც იმსახურე იმას კოეფიციენტზე ამრავლებ და ამდენი გეკუთვნის პენსია კოეფიციენტი 15 ესე იგი თქვათ იმსახურა 20 წელი არის ბატალიონის ზურგის უფროსი მაიორი და არის ამ ბრიგადის სადაც ეს 3 ბატალიონია და სხვა კიდო ისინი артиლერია და ბევრი სხვა რაღაცა იმისი მეთაური პოლკოვნიკი იმანაც 15 ეს რა ქვია 20 წელი იმსახურა და ბრიგადის მეთაურმაც 20 წელი იმსახურა მათ ესე იგი მაიორი ვიცე-პოლკოვნიკი და პოლკოვნიკი კოეფიციენტი არის 15 და ის მაიორის რომ აიღებს თქვა 300 ლარს პენსიას ამდენივე პენსია აკუთვნის პოლკოვნიკს ვინ გააკეთა ეს კანონი პასუხისმგებლობა ის როდესაც ახურობდა და ამოსანას ასრულებდა მაიორის და პოლკოვნიკის ერთი და იგივეა
პოლკოვნიკის თანამდებობა რამდენია შეიარაღებულ ძალებში და მაიორის თანამდებობა რამდენია შეიარაღებულ ძალებში. Საპენსიო უზრუნველყოფის კანონი დაყოფილი უნდა იყოს, იმაზე კი არა, იქ უნდა იყოს თუ განსაკუთრებულ საიდუმლო იმასთან საკითხებთან ქონდა შენ საქმე და ამ საბუთებთან მუშაობდი. შენ გეკუთვნის უკვე ის დანამატი გეკუთვნის ამ საკითხებში მუშაობდი. თუ მთაში იყავი 1500 მეტრზე ზევი, იქაც დანამატი გეკუთვნის. საქმე იმაში არის რომ ჩვენ თუ არ შევაფასებთ ყველა სამსახურს, ვინც რა სამუშაოს ატარებს, რა სამსახურს გადის, რა პასუხისმგებლობა არის და ისე შევაფასოთ მისი საპენსიო უზრუნველყოფა, მანამდე ჩვენ ყოველთვის გვექნება გაბათილებული ჯარი, არაფერი არა. იმსახურე პრაპორშიკად და გინდა იმსახურე გენერლად. პენსია მაინც ერთი და იგივე გექნება. რატომ? სად არის მსოფლიოში აი ასეთი სად არის? ეს არის უპირველეს ყოვლისა საქმე უმაღლესი მთავარსარდლის, რომელიც უნდა ეკრკვეოდეს ამაში. სამხედრო მრჩეველი მას აუცილებლად უნდა ყავდეს. ერთხელ მაინც ბატონო მიხეილ მოგვიწევთ ჩვენ გენერლები, ვინც არიან თადარიგში გასული, ჩვენ არ გვინდა არავითარი თანამდებობა. ჩვენ გვინდა რომ სწორი გაგება იყოს ჯარის მშენებლობის. ჯარი, რომელსაც დღეს ვისაც შეეკითხები ქუჩაში, ვინ არის თავდაცვის მინისტრი, შეიძლება 10-დან ერთმა კაცმა გითხრას. და ვინ არის მთავარი ჯარების სარდალი? იმას საერთოდ მე მგონია ერთი კაც თუ გეტყვის 100-დან. და გენშტაბის უფროს საერთოდ ვერაინ ვერ გეტყვის. და ბრიგადებზე და იმას საერთოდ ლაპარაკი არ მაქვს. იმიტომ რომ არც ერთი სატელევიზიო გადაცემა არ არის. არც ერთი პროპაგანდა ჯარის და იმის არის, რაღაცას გამოაქვეყნებენ, რაღაცას იმის ისინი ვერ გავიგემე. არის გაკეთებული ლესელიძის სკოლა, აი ასეთი ტიპის სამხედროის დამოიცარა ფერა ამის სახელი ქუთაისში რომ არის. ისინი ამთავრებენ ამ იმას სახელმწიფო თავდაცვის ბიუჯეტის ხარჯზე. და შემდეგ მიდიან ძალიან იშვიათად თუ ვიღაცამ ჯარში გააგზავნოს სამსახური. თქვენ ავანტყოფები ხართ. აი რა გვინდა ისეთი, აი ლესელიძის სკოლიდან ყველას თუ ჯანმრთელობა არ უწყობდა ხელს ის არ ეწყობოდა იმაში, მაგრამ დანარჩენი ყველა ეწყობოდა. ყველა ბიჭები იყო, გოგონები არ იყო. შეიძლება გოგონების მივიღოთ, რატომაც არა. ისრაელის ჯარში არის ასეთი. ჩვენ არა გვაქვს აი ეს მიდგომა, რომელიც გვინდა. ამიტომაც არის რომ აკადემიის რექტორი ლაპარაკობს რომ აი ჩვენ ასეთი ოფიცერი უნდა იყოს, რა იცით როგორი უნდა იყოს არტილერისტი, როგორი უნდა იყოს თქვათ ის რა ქვია. ეს ხომ უნდა იცოდეს ეს და ეს ამას უნდა ლაპარაკობდეს თვითონ მეთაური ვინც არის. მეთაური უნდა ლაპარაკობდეს, ის სადაც წავა სამსახურში, ბრიგადის მეთაურის არტილერიოს, იქნება ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური და მოტომსროლელთა ბრიგადის მეთაური და ასე შემდეგ. ის უნდა ლაპარაკობს და მას ამის საშუალება არ აქვს. იმიტომ რომ ის ამ განათლებაში მონაწილეობას არ ღებულობს. ისე ამ განათლებაში მონაწილეობას აკადემია არ ღებულობს. იქ არ არის სპეციალისტები. იქ არის რაღაცა სამოქალაქო უმაღლესი განათლების დიპლომი და რა ვერ გაკეთთ ასეთი, რამდენს ლაპარაკობთ უკვე ჩვენ, რომ მივასადაგოთ მათემატიკა, ვიმასადაგოთ ის მათემატიკას, რომელიც ჭირდება ინჟინერს, რომელიც ჩვენ უნდა გამოუშვათ ინჟინერი უმაღლესი განათლებით. მივასადაგოთ თეორია, იმის რა ქვია, მეტალების დამუშავების თეორია, მივასადაგოთ იმას, იმიტომ რომ ყველაფერი ლითონია, ყველაფერი ტექნიკა ჯარში არის, ყველაფერი ის, რაც არის სამოქალაქოში. მატორი იქაა, მატორი ტანკშია, მატორი ტრაქტორშია, მატორი იქ არის. იქ არის მუხლუხები, იქაც არის მიხლუხები. რა არის ვერ გავიგე, რატო არ შეიძლება ის ყველაფერი პროგრამები, რომელიც თბილისის საარტილერიო სასწავლებელში იყო და შესანიშნავად ჰქონდა თენგიზ შუბლაძეს ეს გაკეთებული. ვინ იყო, ვინ შეცვალა ეს პროგრამა, ვის უნდა რომ გამოშტერებული და უტვინო ოფიცერი, რომელსაც იმდენი ნიჭი აქვს, რომ 10-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი ქვეყნის სხვა ოფიცერი. ჩვენ ეს დავამტკიცეთ უკვე სამშვიდობო ძალებში, იმ ოპერაციებში, სადაც ღებულობდა ჩვენი ოფიცრები მონაწილეობას. აი ცოტათი გამიგზელდა, მაგრამ მე ეს ყველაფერი ვეტერანები და მოიყვანე, რომ ბატონო პრეზიდენტო, მიიღეთ შეიტანეთ პარლამენტში, შეიტანეთ ის, იმიტომ რომ თქვენ უშიშროების საბჭოზე თუ თქვენ სურვილი არ გამოთქვით, იქ მისვლის, იქ თქვენ ისე და იმათმა არ მოგცენ დასტური რომ მოდიოთ, თქვენ იქ ვერ მიდიხართ. ეს სისტემა გამოიგონეს ყველას ზუსტად ჩვენთვის. აი ჩვენი აი ასეთი ქვეყნებისთვის, რომელიც უნდა მართო, განათლება არ უნდა მიცე ისეთი, ზუსტად ისეთი განათლება მიცე, რომ აი ქვედა საფეხურზე იყოს და რასაც ჩვენ ვეთქვით, ის გადახდე წყალში, გადახდე უნდა. აი ეს არის ის, რაც ჩვენს მიმართ ეს კეთება ჯარის მშენებლობის აგე ბენხოჯერში ჩამოდის და ის გვასწავლის და გვეუბნება შეისყიდეთო ჯაველინებიო და მოუნელებელ ლუკმად გახდებით რუსებისთვისო. ესე იგი ჯაველინი მე არტილერიის მეუნება. და ჯაველინი თურმე ქვემეხზე უფრო მეტი არის. ჯაველინი 61 არის.
ერთი ჯარისკაცი 1 საათის განმავლობაში ერთ იმას თუ გაისროს. ნუ ყველაზე დიდი შეიძლება 9 საათში გაისროლოს ერთი ჭური. ან მოარდგამს ან არა, იმიტომ რომ ყველა ტანკს, რომელიც დღეს არის, მათ ამ დაცვის ისინი ჯაველინისგან დაცვის საშუალებები გააჩნია. და ის რომელიც შეტენეს უკრაინას და აყიდინეს და უკრაინა რო არ ყიდულობდა გამოუყვეს 50 მილიონი დოლარი დახმარება რომ ამითი ჟაველინები ესი თავისი ტექნიკა გაასაღა დასავლეთმა თავისი ტანკები თავისი ყველაფერი და დღეს ტრამპი ეუნება უკრაინას 300 მილიარდი გაქვს ჩემი ვალიო და ამიტომ უნდაო აი 14 მილიონი გექტარი მიწა უკვე გაყიდულია უკრაინის და ყველა ის ვიათი ლითონების და იმის საბადოები და სხვა მინერალების საბადოები და რა ვიცი 1000 რაღაცა ყველაფერი ესე იგი მალე უკრაინა ისე გაღატაკება რომ მთელი უკრაინა გაყიდული იქნება მათი იქ არაფერი არ იქნება მარტო მუშახელი დარჩება უკრაინის ეს არა და ეს გველის ჩვენს ჩვენ გველის თუ ჩვენი სისტემა არ ჩამოაყალიბეთ და არ დაუმტკიცეთ ეს ხოლმე გინდათ ვიღაცა ჩამოიყვანეთ კი ბატონო ექსპერტები ჩამოიყვანეთ კონსულტანტები ჩამოიყვანეთ და ჩვენ დაუждებით მათ რატო ვიცით ჩვენი განათლება იუგურიზის განათლება არაფერი არაა ანდა იმისი ამირან სალუქვაძის განათლება ოქროს მედალზე აქვს დამთავრებული ოქროს მედალზე ნატროჟუს ოქროს მედალზე აქვს დამთავრებული და ბევრი ვიღაცები ვის გინდა ჩამოთვალ კაიშაური გააგდეს კავშირგაბმულობის უჩკვიანესი ადამიანი ჯარიდან გააგდეს ოქროს მედალზე აქვს დამთავრებული დააბრალეს რაღაცა კაბელები ვინ შეეკითხა მას კაბელების ჩაღრაზე ალასანიას დროს და ყველაფერი ვიზურზე გადაწყვეტა ყველაფერი სამხედროების ზურზე რა თქმა უნდა ყველაფერი სამხედროებია დამნაშავე სოხუმში მოხდა სამხედროებია დამნაშავე და ბრძოლის გადაწყვეტილებას ომის გადაწყვეტილებას სანამ არ მოახსენებს ის გენერალური შტაბი პრეზიდენტს იმისი უფლებაც არ აქვს თუ თავდასხმა არ იყო ქვეყანაზე იმისი უფლება არ აქვს უბრძანოს რომ შეტევას და ბრძოლაში გადავიდეს სანამ ის არ მოახსენეს ძალები, საშუალებები, მოწინააღმდეგე ვინ არის, რა არის, იხამე რომ 11 საათზე რომ შეუტიეს იმას სამაჩაბლოში. ეს 405 ადამიანი ზუსტად იმ ჩვენი მთავრობის კისერზე არის, რომელიც დღეს ზღაპრებს გვიყვება. რა თქვენ და ჩვენ ზღაპრების მოყოლა და დააბრალოთ იმას, რომ პარლამენტში გამოუძახებენ გენერალური შტაბის უფროს ამ ყურაშვილს და იმას. იმათ თავისი ცოდვა ყოფნით, რაც მათ იციან. მაგრამ ის რომ იქ საბრძოლო მოქმედებები დაიწყეს და ის რომ ჯარი იქიდან მზად არ იყო, იმიტომ რომ ნახევარი ჯარი იყო ავღანეთში, ნახევარი ჯარი იყო წასული იმაში ბატალიონები და ბრიგადები აფრიკაში, იმაში იყო გერმანიაში იყო სწრაფი რეაგირების კორპუსში ჩვენი წარმომადგენლობა იქ რა უნდა იქ ჩვენ იმაში ჩვენ ყველა იმაში რომ შევეტენე და ჩვენ ვერცერთმა ჩვენ დახმარება ვერსად ვერ გაგვიწია არსად არავის არ მიუღე არც ერთი ჯარისკაცი არც ერთი ქვეყნის ჩვენ ტერიტორიაზე არ დაღუპულა და სამაგიერო ჩვენები 293 ავღანეთში 20 წლის ომის განმავლობაში 20,000 ჯარისკაცმა გაიარა იქ 293 დაჭრილი, 42 დაღუპული, 52 ხეიბარი, რომლებიც იქ იღებდნენ მონაწილეობას. აბა ამის სახელით ვინ იღებდა მონაწილეობას ჩვენ სამშვიდობო ოპერაციებში, ან და აფხაზეთის ომში, ან და სამაჩაბლოს 4, სულ 4 ომი იყო. ამ აფხაზეთში და სამაჩაბლოში, რომელში მიიღეს მონაწილეობა. არსად. და კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, კიდევ ერთხელ პრემიერ-მინისტრს მინდა ვთხოვო პარლამენტის თავმჯდომარეს და მინდა ხო პრეზიდენტს განსაკუთრებით უმაღლეს ჯარების მთავარსარდალს მიაქციას ყურადღება ვეტერანებს. მიაქციეთ და გამოიყენეთ ისინი იმაში რომ ინსპექცია ყავდეს თქვენ საკუთარი რომ ჯარების მზადყოფნის საკითხებს სწავლობდეთ. იცოდეთ რა ხდება ჯარებში, იმიტომ ომი რო დაიწყება, ყველა ხელს დაიბანს და უმაღლეს მთავარსარდალი თქვენ რჩებით. თქვენ გემორჩილებათ მერე ჯარი. ეს სისულელე სისტემა ვის გამოიგონა. იმიტომ გამოგენებული რომ ჩვენ დამარცხებაში ვიყოთ ყოველთვის. გააკეთეს უკრაინაში თქვენ ხედავთ, ვერ იმართება. მოდიან ვიღაც ინგლისელები, Mi-6 თავარი სადაზვერო სამსახურები და ასე შემდეგ ისინი მართავენ. ალბათ თქვენ დაღალეთ ამდენი ვილაპარაკი, ამდენი ის გამოხატე გულისკივილი ჩვენი ვეტერანების მაგრამ ეს ყველაფერი გულისკივილია, იმიტომ რომ ჩვენ იქ ვიყავით და ჩვენ გვინდოდა, ჩვენ იმ როცა ჩამოყალიბდა საქართველოს სახელმწიფო, მაშინ ვიყავით და გვინდოდა იქ შეგვექნა და ვიცოდეთ როგორ უნდა შეგვექნა. და შემდეგ ეს ყველაფერი ჩაერია ისეთი ძალები, რომლებიც კუბიკი ამერიკის და ნატოს ისინი წარმომადგენლები რაღაცას ასწავლიან, რაღაც სისულელეს და ვერ გავიგებთ, რომ ჩვენები არ ვყავდა ჩვენ. და
და ჩვენ ყავდა ისინი და ისინი აღარ არიან უკვე ნახევარზე მეტი და ის ვის დარჩა ისინი მაინც გამოიყენეთ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, კარგად გრძელდებოდეთ.